ახლა უკვე ცხენბურთი იწყება მეგობრებო, ისევ სამტრედია და ჭალადიდი, ანუ იმერული და მეგრული გუნდები. ნახოთ ეხა, იქნება თუ არა ერთ-ერთი გუნდურ სახეობებში თუ ამ თამაშას მოიგებს სამტრედია და იმერეთი. ეს არის ცხენი მეგობრებო, რომლიდანაც ჩამოვარდა მხედარი. დღეს დიდი დღეა მეგობრებო სამტრედიაში, დღეს ტრადიციული დოგი ტარდება, ამის გარდა ცხენბურთი ტარდება მეგრელებსა და იმერლებს შორის და ჩვენ დღეს აქ ვართ მოსული, რა თქმა უნდა, ამის გარდა არის რა თქმა უნდა დღის განმავლობაში სხვა დოღები და ფინალი არის ტრადიციული ცხენბურთი. ამის გარდა ისინდი გაიმართება როგორც ვიცი და სხვადასხვა კატეგორიებში გაიმართება ასევე დოღები. აი ხალხის რაოდენობას ხედავთ მეგობრებო, მისასვლელი ბოლომდე დაკეტილი, ამიტომ მანქანით გაჩერება მოგვიწია ცოტა შორს. ბევრი ხალხია ნამდვილად. ერთად ნახოთ ეს ტრადიციული ნამდვილი სამეფო სანახაობა და კარგია რომ აბაშაში და სამტრედიაში მე როგორც ვიცი ყოველწლიურად ტარდება ეს ტურნირები და დღეს ჩვენთან ერთად გაატარეთ ეს დღე, რადგან მთელი დღის განმავლობაში გაჩვენებთ სხვადასხვა ტურნირებს და ყველაზე თავარია იმას ვინ გაიმარჯვებს, მეგრელი ცხენოსნები თუ იმერელი ცხენოსნები. მაშასე გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო. დიდი მადლობა. მაშასე მეგობრებო დაიწყო ისინდი ტრადიციული ქართული თამაში, აქაც მეგრელები იმერლების წინააღმდეგ ჭალადიდის გუნდი, ხობის მუნიციპალიტეტი, მაგრამ როგორც ვიცით სამეგრელოს ნაკრებია, სამტრედიის გუნდს ეთამაშება და მოდი ახლა ერთად ვნახოთ ეს ტურნირიც. სამტრედია და ჭალადიდი. თეთრი რომელია? თეთრია სამტრედია. თეთრია სამტრედია. ისალა, ამიცი ახლა რეულია ისაა. თქვენ აქ არ მზანდებით? მე ცხენოსანი ვარ ძველი. რა თქმა უნდა, ხშირათა თითქმის რა მაისიდან რო იწყება სექტემბრამდე, უკვე დაჟე ოქტომბრამდე. ხოდა ვის რა შესაძლებლობა აქვს? ძირითადად რომელი გუნდები მონაწილეობენ? ჭალადიდის სამტრედია თითქმის შემორჩა რა. თორე ძველი აბაშაცა ძველები ჩვენ მე მაგალითად ოზურგეთიდან ვარ, ჩვენ გუნდი არ ვყავს. თბილისიდან დოღის ცხენები ყავენ იქით. დოღის ცხენები უფრო აღმოს. შეხება ცხენბურთს და ისინი? აი უფრო ეროვნული ნაციონალური სახეობა არა. ვერტე დროშანა შემევიდა მე მეორე წამებში შეგაიდა არ შევიდა ბოლა აკადი გადევიდა. პაპა, შევიდა. რამე შევიდა, შევიდა. ხო, 6 მინუს გააკეთა, 6. ახლა, თოფამ გააკეთა -6. გევიდა, შემევიდა დაჭრა ვალერი. ესეთ ახლა მინუსები ახლა მე რო გამოაკელე არის ძო 5 არის ნიგენი და ორჯერ დაჭრენ. კაცი და ორი ნიგი აქვს. ერთი რეზოირო გადევიდა და ერთი იგი არ გამოხდა. თქვენ გიძახით ხო? ვიდეო მომიშვილი ახლა მომიშვილი. 5 შეხედა თოფამს გევიდა. -2 გააკეთა, გადევიდა, შემევიდა, დაჭრა ვალერი და კიდო გადევიდა. ეგ არის -6. იქით ხარეს, იქით კუთხეში. იქით ხარ. ეცა მე ვიდეს. მაგია -6. ისინი
ვერ თანხმდებიან ჯერჯერობით საჯები არიან სამტრედიელები როგორც მითხრეს და აბაშელები. ანუ მეგრელებიც არიან და იმერლებიც, მაგრამ ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან ვინ მოიგო პირველი რაუნდი, პირველი ტაიმი, პირველი ნახევარი ესე ვთქვა. დამთავრდა ისინჩი შეჯიბრება 3-8 გაიმარჯვა სამტრედიის ნაკრებმა. გამარჯვებულ მხედრებს მიულოცოთ. ბატონ პავლეს მიულოცოთ მისი დამსახურება. ხალხსტარტი არ იქნება, მიუახლოვდით, წავიდა ყველა ქორზე. წავიდა. სისხლიანი ცხენებისათვის 1200 მეტრი დისტანციაზე გამარჯვებულია 4 ნომერი სტერკა ლიზა ხოფერია დიდგორის საცხენოსნო კლუბი. მეორეზე არის ცხენი ბარკა ალისა გიორგი ცინცაძე ჩოხატაურელი და მე-7-ზე არის ცხენი კი ბატონო. ეს ის მხედარია მეგობრებო და ის ცხენია რომელიც ჩვენ ვიდეოს დასაწყისში ვნახეთ. აი შემოვიდიოდით მე მგონი ზუსტად ის ცხენი და ის გოგონა მხედარი რომელიც გაიმარჯვა ამ კატეგორიაში სამტრედიის დოვრში. შესწრფოდა ცხენი მასაც ჭაღარა თმაში ერია და ფინიშამდე ბრძოლით მისული ეს გამარჯვებული ჩემი ცხენია მადლობა ძალიან აღსანიშნავი გზნობა არის რომ ამ ხელას შრომა ერთ დღეს გიფასდება და ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს და მას მიზნით. ჩემს ხანს ქვია სერკა, დაკავებული ვარ დაახლოებით 3-4 წელია ისე ინტენსიურად ამ სპორტში. ანდერ კაც როგორ აჯობენ? რა ვიცი, კონკურენცია კიდევ ერთხელ ვთქვა ძალიან დიდი იყო. ძალიან ბედნიერი ვარ რომ დავიკავე პირველი ადგილი. ძალიან დიდი შრომა არის ჩადებული ამ ცხენების მომზადებაში. მე თვითონ წარმოშობით ვარ გურიიდან. ცხენი არის საცხენოსნო კლუბი დიდგორიდან, თბილისის, დიღომი. დიახ. ილოცავ კიდევ. მადლობა ძალიან დიდი. დიახ, ჩემი ცხენი. მადლობა ძალიან. ახლა უკვე ცხენბურთი იწყება მეგობრებო, ისევ სამტრედია და ჭალადიდი, ანუ იმერული და მეგრული გუნდები. ისევ იგივე ფერის მაისურები აცვიათ, როგორც ხედავთ. მიეცა სტარტი ცხენბურთს.
აჰა, გაიტანეს მეგობრებო. მეგრელების პირველი გოლი დაიწყო მეორე ნახევარი, მეორე კამარა. და მეგრელები არიან სხვა რაიონებიდან, შეთამაშება აკლიათ აშკარად, რადგანაც ეთყობათ კიდევაც და თავადაც აღნიშნეს, რომ შეთამაშება აკლიათ. რაც შეეხება სამტრედიელებს, ისინი ძალიან კარგად ასპარეზობენ, კარგად არიან შეთამაშებული, როგორც ჩანს და შესაბამისად არ უჭირთ ერთად თამაში. ეს არის ცხენი მეგობრებო, რომელიდანაც ჩამოვარდა მხედარი, ცხენოსანი, ცხენბურთელი. და მე ის დღეში გაიქცა და ეს არის ცხენი, მოიყვანეს ახლა. მეორე მხედარი ჩამოვარდა მეგობრების ცხენიდან, ეს უფრო სუბუქად. გაიტანეს მეგრელებმა მეგობრებო მომდევნო გოლი. გადასული ვაბრა დაკავია. არ გაადანიეს საბოლოოდ მაინც მეგრელებმა. ერთმეტი 5-ია მეგობრებო ანგარიში. ნელ-ნელა აქ ამბექებენ, მაგრამ ბოლომდე მაინც არ გამოძდით, იმიტომ რომ სამტრედიელები კარგად თამაშობენ. 4-3 იგებენ მეორე ტაიმს. მეგრელები, მაგრამ პირველ ტაიმში ისე ცუდად ითამაშეს, რომ აბა ეხლა დავიდა სპრინტი. დააგდო ბურთი. აიგო ვასი არის ფორვარდი ნამდვილად. ესე იგი ჩვენთან ერთად არის ფორვარდი და დღევანდელი მატჩის ბომბარდირი. ნამდვილი ნახევარი გოლი მე მგონი თავის გუნდის შემადგენლობაში სწორედ ვასო კალაძემ გაიტანა. აბა როგორ შეაფასებდი დღევანდელ თამაშს? რავი, ძალიან იდეალური იყო ჩემთვის, ყველაზე საუკეთესო თამაში ის იყო და რა ვიცი, წინ წარმატებები ბიჭებსაც ჩვენ მოწინააღმდეგეს და რა ვიცი, ეს იყო ჩვენი ოლოდინი, რაც ხალხი ელოდებოდა და ის მე როგორც მივხვდი აქ ხშირად იმართებ, იმიტომ რომ ბავშვებმა მითხეს რომ ჩვენც მართავთო შეხვედრას აგვისტოშიო და ძალიან გამიხადო ესე პოპულარული არის. კი ძამი 2 აგვისტოს ჩატარდება ბავშვების თამაში, სამეგრელო, სამტრედიის თამაში და აქაც გულზანდით და შეთამაშება აკლდეთ. პირველ ტაიმში ვერ გაგიწიეთ, ნახდოგი მეორე ტაიმში ცოტა თანაბარი თამაში იყო და სანახაობრივი თამაში იყო. კარგია, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ასეთ სანახაობრივ თამაშს. დღევანდელ თამაშს რაც შეეხება, რაც მთავარია პირველ რიგში მშვიდობიანად დასრულდა. მადლობა ღმერთს. კარგი თამაში იყო. კარგ ფორმაში დაგვხვდა სამტრედიის გუნდი და შემდეგში ვეცდებით ჩვენს უკეთეს ფორმაში ჩავდგეთ და რა თქმა უნდა შედგება კიდე ჩვენი თამაშები არაერთი აგვისტოში სამტრედიის გრან-პრი, სექტემბერში საქართველოს ჩემპიონატი და ასე რომ ყველაფერი წინა რა თქმა უნდა. მოედანზე, მოედანზე გადადეთ. მეგობრებო, გადადეთ მოედანზე, გვეცება ხალბატონო, ბავშვი. შედით 1.5 მეტროში იგნით. შედით, მაგრამ ხალბატონო, ბავშვი. შეგნით შედით, გადადეთ. თეორი იზრება. ხო წარმოუდგენელი ბავშვი, იმით ქალი ბავშვით. თორი სპირო იდგეს.
შემდეგი გვიწევს 21 ივნისი ქალაქი აბაშა ეთნიკური სპორტის ფესტივალი. დღევანდელ თამაშად შეეხება გაიმარჯვა სამტრედიის კლუბმა ცხენბურჩის და ისინჩიც და დოღები 4 დოღი იყო, იქ ნახეთ ერთი გოგონა მოიგო და სასიამოვნოა ყველაზე ის, რომ მთელი საქართველოს რაიონებიდან იყო როგორც ხედრები, ისე ცხენები ჩამოსული დღევანდელ დღეს. მაშასე დასრულდა დღევანდელი მატჩი. დღევანდელი დღე, მეგობრებო, სამტრედიის მართლაც მნიშვნელოვანი ღონისძიება ქართული დოღისთვის და ქართული ცხენოსნობის ზოგადად. მართლა ძალიან საინტერესო იყო თამაშები, როგორც ისინჩი, ასევე ცხენბურთში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ის, რომ გოგონამ გაიმარჯვა დოღში, ლიზი, ხო ფერიამ თუ არ მეშლება სახელი და გვარი და მე მინდა პირადად მას განსაკუთრებით მივულოცო და ასევე ყველა გამარჯვებულს და ყველა მონაწილეს დღევანდელი ტურნირისა. მე ძალიან დამაინტერესა პირველად ვარ ესეთ ტურნირზე, ზოგადად ესეთ ღონისძიებაზე და მე მინდა გირჩიოთ ყველას რომ იაროთ ესეთ ღონისძიებებზე და გადახედეთ კალენდარს და ნამდვილად ისიამოვნეთ მსგავსი ღონისძიებებით, იმიტომ რომ ცხენოსნობა და ცხენი ზოგადად ადამიანისთვის, ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ისედაც ტურნირები ძალიან მნიშვნელოვანი. აქ ეხა დღეს იყვნენ მეგრელები, იმერლები და გურულები. ძირითადად ასევე რა თქმა უნდა იყვნენ კახელები ახმეტიდან, ყაზბეგიდან იყვნენ, ასევე მას ძირითადად საზოგადოება შეიკრება იმერეთი გურია. სამეგრელო და სამტრედია ესეთი ლოკაციაა ამ სამ რეგიონს ნამდვილად აერთიანებს გეოგრაფიულად, იმიტომ რომ მართლა ცენტრშია და აქვე არის ჩოხატაური, აქვე არის აბაშა, აქვე არის მარტვილი, ხონი, რა ვიცი, ირგვლივ სამეგრელო, გურია და ამიტომაც ძალიან კარგი ლოკაცია ესეც და აბაშა სხვა შორის. ძალიან კარგია ესეთი ტურნირები, მე ძალიან მომწონა, ძალიან ვისიამოვნე. იმედია თქვენც ისიამოვნეთ ამ ვიდეოთი. დიდი მადლობა ყველას, გამოიწერეთ ჩემი არხი და დაელოდეთ მომდევნო ვიდეოებს. ეს ხელი მომწონს განსაკუთრებით მეგობრებო, ჩემს ლაივებშიც განახეთ და აქაც გაჩვენებთ, როგორც მითხრეს, ეს არის კავკასიური ჯიში, თუ არ მეშლება, სახელი დამოვიწყდა. აბა ვკითხო ეხა. ამ ჯის რა ქვია? ფარაონი ქვია ამ ჯის? ფარაონ. ყაბარდო თუ რაღაცა რომ მითხრეს ეს არა, ხო? ეს სხვა არის. ხო, ეს სხვა არის. ესეც ძალიან კაი ჯიშია, ძალიან ისეთი, ხო, ათლეტური ჯიშია. თქვენია? კი. აქაური ბრძანდებით. სადაური ბრძანდებით? მარნეულიდან ვარ. მარნეულიდან ბრძანდებით? გულარიდან. და შეჯიბრებაზე ყავდა ჩამოყანილი? კი. ძალიან ლამაზხენია. ყაბარდო იყო ეს სამტრედი აქ, სამტრედი ლევის არის ყაბარდო. არა, ეს ინგლისური ცხენია, ინგლისური ცხენია, ძალიან კაი ცხენია. ინგლისური ცხენია. ეს დაბადების დღე გულარიდან. გულარის ცხენია. ვიდეოს არ შეიძლება ჩემს ძოს არ უთხრა მადლობა, რომელმაც ლაივში გაჩვენა ჩემი აკაუნთი TikTok-ზე მთელი ეს ღონისძიება, სადაც ჩემგან განსხვავებით მან მართლაც გაცილებით დიდი შრომა გასწია, ვინაიდან ლაივის ჩართვა მაინც სხვა ვიდრე ვიდეოების გადაღება პერიოდულად. დიდი მადლობა